საინტერესო თემით შემოგვიერთდა კეთი ჯანხოთელი. სატრანსპორტო გზების გამწვანებაზე ვისაუბრებთ. კეთი, მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება სატრანსპორტო გზების გამწვანებას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მოდით უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ვუთხრათ, თუ რას მოიცავს ეს მიმართულება. მოგესალმებით. სატრანსპორტო გზები არის ის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც ყოველდღიურ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. საათობით შეიძლება ადამიანი ატარებდეს გზაზე თავის დროს, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებაში და აუცილებელია, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, გზა იყოს ესე იგი გამართული, გამწვანებული და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს გამწვანება იყოს პანორამული ხედები, იყოს რაღაცა მრავალფეროვანი, რომ ადამიანმა გზაზე არ მოიწყინოს, არ იყოს რაღაცა ესეთი მომენტი, რომ ვთქვათ, გაითიშოს, აი რაღაც უხეში შედარება, მაგრამ აი მოსაწყენი იყოს მისთვის და მძღოლი ცოტა გაითიშოს გზაზე. ამიტომ ამისათვის საჭიროა, რომ მისი ესე იგი გზის მიმდებარე ტერიტორიები ლამაზად იყოს ესე იგი მოპირკეთებული, გაკეთებული, გამწვანებული და იცვლებოდეს ეს ხედები მის გარშემო. ესე იგი თვითონ გზა როგორ ესე იგი მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიც არის თავად სამოძრაო ესე იგი გზა, ასევე მოიცავს გამყოფ ზოლს, შეიძლება სხვადასხვა დონეზე მიმდებარე ვთქვათ პანდუსებიან ასევე გზებს, გვერდულას და არა მარტო ესე იგი საავტომობილო გზას, არამედ რელსებიან მონაკვეთსაც, ხო, ეს ტრამვაის შეიძლება ტრამვაის ხაზი იყოს ამ გზებზე გაყვანილი. ასევე ხიდებს, ესტაკადებს და სხვა ბევრ ელემენტს. აი ამათ შორის არის ისეთი ელემენტები, ისეთი დეტალები, რომლებიც მოიცავს აგროდეკორატიულ მონაკვეთებს. აი მაგალითად გზაჯვარედინებზე წრიული მოძრაობის შუაში მოქცეულია ეს მიწის ელემენტი, უკვე აგროდეკორატიული ელემენტია და გარკვეულ გამწვანებას ესე იგი მოიცავს. ასევე შეიძლება იყოს ველობილიკი ან ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკები, აქეთ იქიდან არის ხოლმე, ესე იგი გაზონით, მინიმუმ გაზონით არის გამწვანებული და ყოველთვის ეს ასეა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ინერტული მოპირკეთებაც იყოს, ინერტული მასალებით მოპირკეთებაც იყოს, აი მაგალითად უსაფრთხოების კუნძულებზე გადასასვლელებს შორის. მაგრამ მინიმუმ აი გაზონს მოიცავს ხოლმე, განსაკუთრებით ველობილიკების მიმდებარე ტერიტორიებზე. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ აი ეს გამწვანების თემა საგზაო ესე იგი გზის ელემენტებში ძალიან მნიშვნელოვანი არის. თვითონ გზა არის ესე იგი კონსტრუქცია, არქიტექტურული კონსტრუქცია და ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის გარშემო ესე იგი გაყვანილი იყოს სხვადასხვა კომუნიკაციები. აი ზუსტად ამ კომუნიკაციებზე არის დამყარებული, რა ტიპის გამწვანება იქნება გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, რადგანაც კომუნიკაციები, როგორც ვიცით, არის მიწის ქვეშა და მიწის ზედა, მცენარეებს კი ჭირდება, ასე იგი, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მიწის ქვეშა და მიწის ზედა არეალები, ხო? ფესტა სისტემას თავისი მდებარეობა აქვს, თავისი სიღრმეები აქვს განვითარების, ასევე მიწის ზედა ნაწილები. შესაბამისად შეიძლება რომ აი ამ გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ლამპიონების და განათებების მიმდებარედ გაკეთდეს გამწვანება ხემცენარეებით და ბუჩქებით, სადაც როგორი საშუალება იქნება. და ეს სადაც როგორი საშუალება იქნება, ეს არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, რადგანაც ამის და მიხედვით შეირჩევა მიწის ზედა, ესე იგი ფართობში იარუსიანობა და როგორც გითხარით, მიწის ქვემოთ აი ფესტა სისტემის განლაგებისთვის შესაფერისი მდებარეობა. იარუსიანობასაც შეეხება, შეიძლება ჩვენ და დიდი ესე იგი გამოცდილება გვაქვს და ფართო მაგალითები ფართოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორი ლამაზი გამწვანება გვაქვს თბილისში, საკმაოდ მაღალტარიანი პირველი იარუსის ხეები გვაქვს, ჭადრების ხეივანი, როგორც თბილისში, ასევე გორში, სხვა ქალაქებშიც ულამაზეს სანახაობას ქმნის, ზაფხულში კარგ ჩრდილს იძლევა, ზამთარშიც
გარკვეულწილად თოვლით კიდიდად არ ვართ განებირებული, მაგრამ გარკვეულ თოვლსაფარ ესე იგი ფუნქციასაც ასრულებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლისთვის ეს ყველაფერი. ესე იგი დიდ მაღალტანიანი მცენარეები ძალიან მნიშვნელოვანი იარუსია მიმდებარე გზების მიმდებარე ტერიტორიაზე. და ასევე არის საშუალო ზომის ხეები, დაბალი ბუჩქები და გაზონი, როგორც გითხარით. ანუ ეს ეტაპ მიყვება, ხო? იარუსიანობის მიხედვით. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ის ფაქტორი, რომლითაც ხდება მცენარეების შერჩევა. რა თქმა უნდა, საქალაქო გამწვანებაში, ქალაქის გზების გამწვანებაში უფრო მეტად აი საბაღ-პარკო მცენარეებზე არის უფრო აქცენტი გაკეთებული, რადგანაც მდებარეობით თავისი მასშტაბებით ეს მცენარეები უფრო შეეფერება ქალაქის გამწვანებას. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ფართო გზები, თქვა დიდი მაგისტრალები, რომელთა გამწვანება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერს და დიდი მნიშვნელობა ენიჭება აი ამ გამწვანებას. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც არის თუ ქალაქის გამწვანებაში გვაქვს ესე იგი უფრო მეტი რესურსი იმისთვის, რომ ეს გამწვანება განხორციელდეს და გაკეთდეს გეგმის მიხედვით, აი ამ დიდ მაგისტრალებზე უფრო შეზღუდული პირობებია და რატომ? რა თქმა უნდა, იქ ბუნებრივი ლანდშაფტია გარშემო და ნებისმიერი, ვთქვათ, სტილის გაფორმება იქ არ შესაბამება და ესეც არ იყოს ნიადაგობრივი კლიმატური პირობები სხვადასხვა, რადგანაც რამოდენიმე საათიდან, აი საქართველოს მაგალითზე, ხო? დასავლეთი და აღმოსავლეთში რომ ჩახვიდე, რამოდენიმე საათიანი გზა არის და ყველგან სხვადასხვა კლიმატური პირობებია და შესაბამისად, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ მცენარეობასაც ეტყობა ეს ყველაფერი და აწირაც დაიგეგმება ისიც, რა თქმა უნდა მოერგოს იმ ნიადაგობრივ ფაქტორებს, კლიმატურ პირობებს, ქარგცევადი ადგილებია კიდე აი ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. საუბარში აი თქვენ აღნიშნეთ, რომ აი ძალიან ბევრ ფაქტორს უნდა მოერგოს, ხო? თუმცა აი დრო რო გადის დაუშვათ, მოდით ესე ვთქვათ, ეპოქა იცვლება, ხო? რის მიხედვით იცვლება, თუნდაც ქალაქის და მაგისტრალების გამწვანება, როგორ ხდება დაგეგმარება, თუნდაც ხო არის რომ ძალიან ბევრი ახალი მცენარე შემოდის, ხო? ისიც ალბათ გასათვალისწინებელია, რომ კოლექციონერები მუშაობენ და აი ნაირსახეობა, მრავალფეროვნება. ანუ აი წარსულს რო გადავალოთ თვალი, რამდენად შეიცვალა ქალაქის გამწვანება? კარგი კითხვა, ნინო, შეიცვალა ქალაქის გამწვანება შეიცვალა, მაგრამ აი ეს მაგისტრალებზე ძველი მიდგომები არის ისევ განსახორციელებელი და რატომ? ნახეთ, ქალაქის პირობებში, რა თქმა უნდა, შემოტანილი მცენარეების რაოდენობა, სახეობრივ რაოდენობას უკვე ძალიან ბევრი რამ შეემატა, ასევე აგროტექნიკულად დამუშავება ამ ყველაფრის შეიცვალა, ახალი მიდგომებია, ახალი ტექნოლოგიებია, ფერდობებზე ადრე თუ ვთქვათ, ტიპის გამწვანება გამოიყენებოდა, ახლა არის ჯეოსელის ბადები, რომლებიც დაეფინება, შეივსება და იქ გაკეთდება ეს გამწვანება და ფერდობების შემაგრების მეწყერ საწინააღმდეგო, ესე იგი საშუალებებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. ადრე მაგალითად ამისათვის კონკრეტულ ადგილზე გააკეთებენ, ესე იგი ბურღით გააკეთებდნენ ორმოებს და იქ ჩარგავდნენ მცენარეებს. ახლა უკვე პირდაპირ ზემოდან ეფინება და ტექნოლოგიურად ეს საკითხი უკვე სხვაგვარად ხდება. აი რაც შეეხება იმ მაგისტრალებს, დამოკიდებულება იგივეა, რადგანაც ეს იმხელა ტერიტორიებზეა საუბარი, ეს არ არის ერთი და ორი მცენარე და ერთი-ორი ბაღი, რომელსაც მოერწყავდა რესურსს გამოყოფ ამისთვის და ვთქვათ, კარგად მოირწყება ინტენსიურად და არ ექნება შეფერხება. აქ კილომეტრებზე, ათეულობით და ასეულობით კილომეტრებზეა საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები სწორად იყოს შერჩეული და ნახეთ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა და აწიც მიექცევა, რა თქმა უნდა, იმ
ვთქვათ, იმ მცენარეებს, რომლებიც იქ უკვე ადგილობრივად ბუნებრივ ლანდშაფტში არის უკვე გვხდება. ეს არის ინდიკატორი მცენარეები, რომლებიც გამოცდილი პროფესიონალი ადამიანი, ესე იგი სპეციალისტი ამოიცნობს ნიადაგსაც, ესე იგი კლიმატსაც და იმ ფარულ წყლებს, ასე ქვია, რომლითაც ეს მცენარეები საზრდოობენ. და ნახეთ, ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ტერმინებს გამოვიყენებ, წყლის მოხმარების მიხედვით მცენარეები მაგალითად იყოფა, ესე იგი ჰიდროფიტები, ჰიგროფიტები, სუკულენტები, ხო, ქსეროფიტები. ამ მცენარეების მიხედვით შეიძლება ამოცნობა თუ როგორი, ესე იგი ტიპის მცენარეები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამა თუ იმ ტერიტორიაზე და ამის მიხედვით მე დაიგეგმოს. თუმცა რა თქმა უნდა, ამ ხელა ტერიტორიებზე უბრალოდ ამ მცენარეების ესე იგი შეფასებით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, იქ უნდა ჩაწერდეს ნიადაგის ანალიზი, გამოკვლეული იქნეს, თქვათ, ნიადაგის მარილიანობა, შემადგენლობა და ასე შემდეგ და ამის მიხედვით ყოველ, თქვათ, რაღაცა 10 კილომეტრში ეს ანალიზი ჩატარდეს და ამის მიხედვით გაკეთდეს ეს მცენარეების შემდგომი განაშენიანება. კეთი, სეზონურ ეფექტურობას რაც შეეხება სატრანსპორტო გამწვანებაში, რა ფაქტორია, რა როლს თამაშობს და როგორ ხდება ზოგადად? სეზონურობა ძალიან მნიშვნელოვანია. წეგად მახსენე, რომ ეფექტურობას რა განსაზღვრავს? შემოდგომაზე, როდესაც ესე იგი მცენარეების უმეტესობა, ფოთლოვანი მცენარეების უმეტესობა თავის ფოთოლს ჩამოიცვეს და მისი, ვთქვათ, ღეროები რჩება, ნახეთ, ღერო ყოველთვის არ აღიქმება, რომ ეს რაღაცა გაშიშვლებული ხე არის. ის შეიძლება იმდენად ლამაზი არქიტექტონიკა ქონდეს, რომ პირიქით ამშვენებდეს კიდევაც მისი, ვთქვათ, ეს ვიზუალი ამ პერიოდს. თუმცა ჩვენ ვიცით კიდევაც, რომ თქვა საქალაქო გამწვანებაში ძალიან ლამაზად თბილისშიც გამოიყენება, სხვადასხვა ქალაქებშიც უკვე ნატურებით ხდება მისი გარშემოვლება და დამატებითი ეფექტისთვის გამოიყენება ესენი. სეზონურ ეფექტურობა. არა, მცენარეების შემთხვევაში ეს არის ნახეთ, ეს ნატურები გამოსავალია ამ შემთხვევაში, რომ ზამთრის პერიოდში გალამაზდეს ეს ქუჩები და მით უმეტეს დაემთხვეს საახალწლო პერიოდს, მაგრამ თვითონ მცენარეების შერჩევისას რა თქმა უნდა, ისე უნდა მოხდეს მცენარეების არჩევა იმ ეკოლოგიური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ზამთრის პერიოდში რაღაც ასორტიმენტი იყოს, რომელიმე იარუსში მაინც იყოს შენარჩუნებული მარადმწვანე მცენარეები, რომლებიც, თქვათ, ზამთრის პერიოდში არ დაკარგავენ თავის დეკორატიულ ღირებულებებს და შემოდგომის ეფექტებით ძალიან ლამაზი არის ხოლმე და რა თქმა უნდა, ის მცენარეულობა, ხემცენარე იქნება ეს თუ ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც ესე იგი შემოდგომის პერიოდში ფოთლის ფერით და განსაკუთრებულ ეფექტს გვაძლევს, ეს რა თქმა უნდა იყოს გათვალისწინებული და შეტანილი ამ გამწვანებაში. კი ბატონო. და ამითი ძალიან კარგად ხდება ამ ქუჩების მიმდებარე ტერიტორიების გალამაზება და ეფექტურობის წინაპლანზე წამოწევა. საინტერესოა ისიც, რომ მცენარეები არა მარტო, ვთქვათ, ამ წყლის ჰიდროფაქტორებზე არის, ვთქვათ, გამოკიდებული, არამედ რაღაცა სხვადასხვა ფაქტორებიც არის, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. მე ვახსენე მაგალითად მარილიანი ნიადაგები, ხო? ეს საკმაოდ ისეთი ფაქტორია, რომელიც გაუთვალისწინებლობამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ასევე არის მზის მიმართ დამოკიდებულება. მცენარე არის თუ არა ჰელიოფიტი, იმიტომ რომ მზის მიმართ ექსპოზიციაში შეიძლება, თქვათ, ყველა მცენარემ ისეთი ეფექტურობა ვერ შეინარჩუნოს და რაღაცა ფოთლის რამ არის გასათვალისწინებელი. ბევრი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, ამიტომაც არის, რომ ამ უშუალოდ როდესაც შეიმუშავებ, ვთქვათ, პროექტს, რომ მიზანს რომ დაისახო, რომ ეს რაღაცა კონკრეტული მონაკვეთი გამწვანდეს, მერე ბევრი ფაქტორებით ხდება გაცხრილვა მცენარეების, ჩვენს მიერ ნახსენები
ნახსენები ფაქტორებით და ასევე სხვადასხვა შეხედულებების მიხედვით. იმიტომ რომ შეიძლება თქვათ დიდ ტერიტორიაზე მხოლოდ რაღაცა ბუჩქოვანი მცენარე შეეფერებოდეს, იქაურო თქვათ პირობებს, მაგრამ შენ გჭირდებოდეს რაღაცა მაღალი იარუსის მცენარე ან პანორამული ხედის უფრო გამოკვეთა და იქაურობისთვის თქვათ რაღაცა ისეთი მცენარე უნდა გამოიძებნოს და გამოიყენო, რომელიც თქვათ მასშტაბში შეეფერება. დიახ, აქეთი და საინტერესოა, როდესაც სატრანსპორტო გამწვანებაზე ვსაუბრობთ, მარადმწვანე მცენარეები უფრო მეტად გამოიყენება თუ არა? ეს დამოკიდებულია იმაზე, ესე იგი, მარადმწვანე მცენარეების როგორც სტანდარტი, თქვათ 30% მაინც უნდა იყოს გამოყენებული საერთო, ესე იგი, მცენარეთა ასორტიმენტში, ეს მინიმალურად, მინიმუმი, მაგრამ როგორც გითხარით, თქვათ დიდ ტერიტორიებზე და აი ამ ჩვენი კლიმატის გათვალისწინებით სასურველია, რომ უფრო მეტი იყოს გამოყენებული, რადგანაც, თქვათ, უფრო გაგვიმწვანებს ამ ტერიტორიას და მეტი ეფექტურობა ექნება ზამთარშიც, ზაფხულშიც. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, ესე იგი, ის ფაქტორი ვახსენოთ, რომ ვთქვათ, აი მზის განათებულობის მიხედვით ვახსენეთ, ხომ? ესე იგი, ეხლა ვთქვათ, საქართველოს მაგალითზე ნახეთ, ახალი გვირაბებია გაყვანილი, ბევრი ტერიტორია არის, დიდი ტერიტორიებია უკვე გამოყოფილი ამ გზის პირებზე და შესაძლებელია, რომ ვთქვათ, იქ ვფიქრობ, რომ ეხლა აწი უფრო ყურადღება მიექცევა ამას, ეს გეგმის ნაწილი იქნება ცხადია. მაგრამ აი შესასვლელები, გვირაბებში შესასვლელებთან შესაძლებელია, რომ თქვათ, იმ ექსპოზიციის მიხედვით თუ როგორ ხდება მზის სხივი აი ამა თუ იმ შესასვლელს, ამის მიხედვითაც სხვადასხვა მცენარე გამოვიყენოთ. აი თბილისში მაგალითად გვაქვს ესტაკადები, ხომ? და ნახეთ, იქ გამოყენებული, აი თითქოს მზის გულია, მაგრამ ესტაკადების ქვეშ ის ბოძები, რომელიც ხშირად იჩრდილება, ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტერიტორია არის მზის გულზე, მის ქვეშ მდებარე ტერიტორია არის დაჩრდილული, შესაბამისად გამოიყენება ჩრდილისამტანი მცენარეები და ასეთ გადასარევად გამოიყურება და ასეთი არის მაგალითად კოლხური სურვა გამოყენებული, რომელიც თავისი აი ამ ესე იგი ეკოლოგიური ფაქტორებით კარგად შეეფერება იქაურობას. არის ჩრდილისამტანი, როგორც გითხარით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, არ გამოგჩვენს ვახსენოთ, ეს არის ესე იგი გამონაბოლქვების და გაზების მიმართ მედეგობა. ის ადგილები, სადაც ეს სცენარეებია გამოყენებული, ძალიან დიდი, ესე იგი, რაოდენობის მანქანა გადის ამ ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, გამონაბოლქვი არის, ეს მავნე ელემენტები გამოიყოფა და ამ მცენარეებს აქვთ უნარი, რომ გაუძლონ ამას. მეცაც გეტყვით, ეს ის ფაქტორია, რომელიც განსაკუთრებულ, ესე იგი, განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია და აი მაგალითად იმ კატალოგებში, სადაც მცენარეების ასორტიმენტია მოცემული, არის ნიშნული და ცალკე აი ესე იგი ელემენტი გამოყოფილი, რომ ეს მცენარე შესაბამება საქალაქო გამწვანებას. ანუ ის მედეგია ამ გამონაბოლქვების მიმართ და ამისი ცალკე სიები და ცალკე მონაცემები არის და რა თქმა უნდა ასორტიმენტის შერჩევაში ესეც ძალიან გასათვალისწინებელია. კეთი და რაც შეეხება მოვლის რუტინას, ალბათ არ იქნება ადვილი, ხო? არ იქნება ადვილი და სწორედ ის რაზეც აქამდე ვისაუბრე, რომ აი თქვათ იმ დიდ გამწვანებ, იმ დიდ ესე იგი არეალებში, სადაც ეს მცენარეები გამოიყენება ხოლმე, რა თქმა უნდა, აი ის ფაქტორებია გათვალისწინებული, რომ ამას ისეთი ინტენსიური ყურადღება ვერ მიექცევა და რომც მიექცეს, ნუ კოლოსალურ თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული. ამიტომ იქ შეირჩევა ის სცენარეები, რომლებიც იმ პირობებს ისედაც ბუნებრივადაც შეესაბამებიან და ქალაქის გამწვანებაში უკვე ამის მოხერხება ძალიან იოლია და უკვე აგებულია ეს რუტინა. სადღაც შეიძლება ესე იგი წვეთოვანი მილებით ხდებოდეს მათი ესე იგი მორწყვა, სადღაც შეიძლება ხელით ირწყებოდეს, მაგრამ ეს ასე თუ ისე მოგვარებულია და აი ამ რუტინაში ეს ინტენსივობა გათვალისწინებულია. ასევე აი ამისი მაგალითი გვაქვს მაგალითად რომ დავასახელოთ
ესე იგი ამ ფართო ტერიტორიებით თბილისის მასშტაბითაც და აი ქალაქ გარეთაც ბევრი მცენარე ახლა ყვავილობს სხვადასხვის კურდღლის ცოცხა, ყვითლად რო ყვავილობს ინტენსიური სურნელი რო აქვს. ეს არის სპარციუმი უნცეუმ, რომელიც თქვათ ათეულობით წლის წინ როგორც ესე იგი ძლიერი ქსეროფიტი მცენარე, ანუ სიმშრალის და აი ამ ხვატის და სიცხის ამტანი მცენარე გამოყენებული იქნა ენერგიების სახით, რა თქმა უნდა, თავიდან ესე ჩაირგო და დღემდე შემორჩენილი ათეულობით წლის ამ გამონაბოლქს მზის ინსოლაციას გვალვებს გაუძლო და დღემდე ასე ინტენსიურ გამწვანებაში გვხდება. ესე იგი ეს არის ის გამართლებული მცენარე, ის გამართლებული ექსპერიმენტი, რომელიც სწორად ჩატარდა და დღემდე თავისი ეფექტიანობით გამოირჩევა. აი იმ პერიოდშივე როდესაც თქვათ თბილისის გამწვანება და თბილისის გარეთ შემოგარენის გამწვანება დაიგეგმა, აი სწორედ ამ პრინციპებით მოხდა მცენარეთა შერჩევა. ესე იგი მას შემდეგ რაც გადახედეს ესე იგი მცენარებს, რომლებიც იქ იოლად უკვე ისედაც ბოდიშხდი იქ ისედაც ხარობდა ბოდიშხდი კი ბატონო დიახ და აი მცენარეების მედეგობაზეც საუბრობდით და ამ თემასაც მინდა რომ კიდევ ხო დავუბრუნდეთ კავშირშია დიახ და ესე იგი მიექცა ყურადღება ამას და სწორად შეირჩა ზუსტად ის ასორტიმენტი შეერჩა რომელიც თქვათ მაშინ იყო უკვე რაღაცნაირად იქ უკვე ადაპტირებული და ასე გაჩნდა ჩვენ გზებზე, როგორც გითხარით, ეს კურდღლის ცოცხა, იგივე სპარციუმი უნცეუმ, ასევე თრიმლი, ფშატი და სხვათაშორის ძეძვი და ჯაგრცხილაც, რომელიც ისედაც კარგად გრძნობდა იქ თავს და მშვენიერი გაფორმება მივიღეთ. აი ამ მცენარეების, ამ ინდიკატორი მცენარეების როლის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი ამ გამწვანებაში შრომატევადია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ანუ ფაქტია, რომ რაც შეეხება ეს სატრანსპორტო გზების გამწვანებას, ახლა მით უმეტეს ეს მძღოლი იქნება თუ მგზავრი იქნება, ეს კარგად ვხედავთ ამ ყველაფერს და ძალიან სასიამოვნოა, ხო? გარდა იმისა, რომ ეს საჭიროა, ის არის რომ ვიზუალურადაც, ანუ ისეთი ეფექტურია, ანუ ნინო, თქვენ ახსენეთ აი ეს სეზონური ფაქტორები, რომელიც არა მარტო, თქვათ, ვიზუალურ ეფექტებში გამოიყენება და გაითვალისწინება. ასევე არის ისეთი სეზონური მოვლენები, როგორიც არის, თქვათ, ჩვენ შემთხვევაში, ესე იგი, ქარების მიმართულების სვლა, ნაკადების სვლა, ასევე ნამქერიანობა, ხო? თოვლის, ესე იგი მასები. ნახეთ ჩვენთან რა თქმა უნდა თაგორიანიც გვაქვს ჩვენს ლანდშაფტში და თქვა ბარიც გვაქვს და ყველგან სხვადასხვანაირი მოცემულობა გვაქვს, მაგრამ ბოდიშვიხტი არა, ანუ რაც შეეხება მთას და ბარს, რა თქმა უნდა და სატრანსპორტო გამწვანებას, ეს არის ბმაში ერთმანეთთან და უნიშნელოვანესია, გისმენთ? დიახ და ამ შემთხვევაშიც იქნა, ესე იგი, გადამწყვეტი როლი ენიჭება ქარსაფრთავ ზოლებს. ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება კონკრეტული ადგილები გაგვახსენდეს ჩვენ მიმდებარე ტერიტორიებიდან, როდესაც თქვათ გავიხედავთ და რაღაცა მწვანე კედელი დაგვხდება ისეთ მოულოდნელ ადგილას, რომელიც დაგაფიქრებს, აი აქ რა საჭიროა, აი ეს მცენარეები, მაგრამ ამას აქვს ყველაფერს თავისი დანიშნულება და გათვლილია იმაზე, რომ თქვათ იმ მიმართულებიდან წამოსული ქარის ნაკადი, რომელიც ზამთარში ნამქერსაც მოიყოლებს, არ გადმოვიდეს ეს ნამქერი, ეს თოვლის საფარი გზის პირებზე. და სხვადასხვა ძალიან გამართლებულია, როდესაც რამოდენიმე რიგიანი ქარსაცავი ზოლი კეთდება. რა თქმა უნდა, რიგების ესე იგი რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა და აი ამ ზომით გრადაციასაც, რადგანაც ქარები აი ამ მცენარეებში, ასე ვთქვათ, ხარჯავენ ენერგიას და ნაკლები ენერგიით აწვევიან, ვთქვათ, იგივე გზებს, იგივე მიმდებარე ტერიტორიებს და ადამიანისთვის კომფორტული და უსაფრთხოა შემდეგ გადაადგილება. არა მარტო ეს ფაქტორიც, ასევე გათვლილია მცენარეების, ესე იგი, ჩამონათვალი, რომლებიც როგორც უნდა ჩაირგოს, ასევე არ უნდა ჩაირგოს
გზის პირებზე. ასეთია მაგალითად შეიძლება ჩვენ გვისაუბრია კიდევაც და გაგახსენეთ, ასეთი არის მაკლურა. ესე იგი თუ თავაშლა, რომელსაც დიდი ზომის ნაყოფები აქვს. მიუხედავად არ უნდა ჩაიდგოს და ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ კარგი მცენარეა, გვალვაგამძლეობით გამოირჩევა თავისი იარუსიანობით, არაჩვეულებრივია ქარსაცავის ზოლისთვის, გზებთან ახლოს მისი ჩარგვა რაღაცა სეზონური მოვლენაა, ხო, რომ ნაყოფს დაიმწიფებს და შემდეგ ეს ნაყოფი ცვივა. არ უნდა მოხდეს ეს ნაყოფები, ესე იგი, სავალ ზოლებზე. ასეთივე ესე იგი არ გამოსაყენებელი მცენარეების სიაში შეგვიძლია მოვიაზროთ წაბლი, კაკალი და ის მცენარეები, რომლებსაც აი ესეთი ნაყოფი აქვთ, რომელიც შეიძლება საბურავებში აი ეს მოკლედ მანქანის მსვლელობა შეაფერხოს და რაღაცა ავარიული სიტუაციები გამოიწვიოს. მოკლედ აი ძალიან კარგად არის გათვლილი მცენარეების ესე იგი მონაცემები აი ამ მანქანების გზებთან დაკავშირებით. კიდევ შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ სამანქანო გზა არა მარტო გადაადგილების, არამედ შესვენების ადგილებსაც მოიცავს. რა თქმა უნდა, როდესაც რამოდენიმე საათიან გზას გადიხარ, აუცილებელია და ჩვენთან რა თქმა უნდა არის კიდევაც, არ დავასახელებ, მაგრამ არის კიდევაც უკვე ადგილები, სადაც აი ეს კარგად არის მოგვარებული, მოიცავს როგორც დასასვენებელ ადგილებს, ასევე სამანქანო გასაჩერებელ ადგილებს და ადამიანს შეუძლია ვთქვათ დაისვენოს რამოდენიმე საათიანი გზის შემდეგაც. რა თქმა უნდა, ესეც გარკვეულ რეგლამენტთან არის დაკავშირებული. რამოდენიმე ყველა ქვეყანას ეს რეგლამენტი სხვადასხვა აქვს. მაგალითად, იაპონიაში ყოველ 300 მეტრში არის რაღაცა შესასვენებელი ადგილი. ესე იგი, ადამიანების რიცხვიდან გამომდინარე, რომ ყველას კონდეს ამის საშუალება და არავინ დარჩეს თქვათ ამ შესვენების ადგილის გამოყენების საშუალების გარეშე და თქვათ სხვადასხვა ქვეყნებში მასშტაბების მიხედვით სხვადასხვა არის. ჩვენთან შეიძლება თქვათ ყოველ 2 საათში შეგვხვდეს და მოგვეცეს ამისი საშუალება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აი ტურისტული გზები არის, ხომ? აი ეს ტურისტებისთვის უნდა იყოს არის კიდევაც საშუალება, რომ ჩამოვიდნენ და რაღაცა გარკვეული ფართობი მოიცვან რამოდენიმე საათიანი მსვლელობის შემდეგ და ყველამ დაისვენოს წყოლით და აი გამწვანების როლი. და გამწვანების როლი. აი ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ პირველ რიგში ტრანსპორტის გაჩერების საშუალება, მიმდებარე ტერიტორიაზე ჭრდილში განთავსების საშუალება და დასაჯდომი ადგილებიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შესაბამის რაოდენობაში. და აი ეს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება, ასე რომ ვთქვათ. და აი ეს არის ასევე გზის შემადგენელი. დიახ, და აი ზუსტად ეს არის ასევე ამ გზების შემადგენელი ნაწილი. კი ბატონო, კეთი ძალიან საინტერესო თემა იყო, ვფიქრობ, ძალიან ბევრი მიმართულებით ისაუბრეთ და ნუ აი რო შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, რაც შეეხება სატრანსპორტო გზების გამწვანებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს არსებულ რეალობაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დაუშვა ტერიტორია არის გამწვანებული, ხო? კიდევ და კიდევ მოთხოვნა იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ ეკოლოგიური დანიშნულებით და მნიშვნელობით არის ძალიან ეფექტური და საჭირო და გარდა ამისა ვიზუალური მხრიდაც, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა გზაში ვატარებთ ძალიან დიდ დროს. მე ვფიქრობ, რომ ეს ის თემა, რომელზეც კიდევ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, ასე რომ წარმატებები დღეს დროებით დაგემშვიდობებით და შემდეგში კვლავ სიახლეებით გელოდებით. მადლობა, კეთი ჯანხოთელი იყო ჩვენთან, რაც შეეხება საუბრის თემას, ჩვენ სატრანსპორტო გზების გამწვანებაზე გავამახვილეთ დღეს ყურადღება. მადლობა.